გამარჯობათ, დღეს მე მინდა ასეთი რამ გაჩვენოთ. ეს არის ჭიქები, სადაც გამზადებულია თესლის ჩასათესად. ეს არის პამიდორის თესლი, რომელიც არის დამზადებული იტალიაში, სადაც 400 მარცვალი არის ამ პაკეტში. და მოკლედ მინდა აგიხსნათ როგორ უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნაადრევად მოვიყვანოთ ნერგები სახლში, სახლის პირობაზე, სოფლის პირობაზე, შეიძლება ქალაქშიც გააკეთოთ. მოკლედ, ეს არის ჩვეულებრივი ლუდის ჭიქა, არის პლასმასის, როგორც ხედავთ, აუცილებლად უნდა გაიხვრიტოს ქვეშიდან ერთი პატარა ადგილას, რომ წყალი არ დაგროვდეს მორწმუის დროზე. და მერე ეს მიწა მომზადებული არის გადამწვარი საქონლის ნაკელიდან და არის კიდე ნახერხა, ოღონდ ნახერხაც უნდა იყოს გადამწვარი, იმისთვის რომ გქონდეს მიწას სირბილე, სიმჩატე და არ ჩაიპრესოს ამ ჭიქაში და ნერგით თესლი მალე გაღვივდეს შიგნით, რომ მალე ამოვიდეს. რატო არის ეს დიდი ჭიქები კარგი? შეგიძლიათ უფრო პატარა ჭიქებშიც გააკეთოთ, მაგრამ არ არის სასურველი, იმიტომ რომ იმაში ფესვი ძალიან დიდი ესდება, კითხს პამიდორს, წიწაკა შეიძლება პატარ ჭიქაში გაკეთდეს, მაგრამ როგორც ასეთი პამიდორი და კიტრი უნდა გაკეთდეს დიდ ჭიქებში, იმიტომ ფესვი ესდება ძალიან დიდზე და უფრო კარგია დიდი, რომ უფრო დიდი ფესვით გადაგავთ უკვე ნიადაგში, სადაც უკვე იოლად და მარტივად უკვე ეგუება ნიადაგს ფესვი და აღარ უჭირს გაზრდა. მეორე საქმე იმაშია, რომ ამაში დიდ ჭიქაში გამოყვანილი არის კარგი, იმიტომ რომ ღერო დახვეწილი აქვს, უფრო კარგი ღეროთია, უფრო ძლიერი ღერო აქვს და გადარგვის შემთხვევაში უკვე პრობლემა აღარა არანაირი. მოკლედ საქმე იმას შეეხება, შეგიძლიათ ასეთი რამე გააკეთოთ ყველას. პატარა პარნიკი უნდა გააკეთოთ, რომ ეს ჭიქები დაალაგოთ სეტკებში, დაალაგოთ ერთ ადგილას, ნაადრევად. ახლა არის აპრილის თვეში გავუკვე, გამოვყავს ნერგები, ჩემი გამოცდილებიდან, რა ვიცი, იმედი ან ადრე არ, ან გვიან არ არის, არ ვიცი, ეს მეორე სეზონია ვაკეთებ ასეთ რაღაცას. პირველ სეზონზე სასთელად მქონდა გაკეთებული და ძალიან კარგი გამომივიდა. ეს არის ჰიბრიდული თესლი, როგორც მე ვიცი, მეორეჯერ აღარ გამოდგება, წინა წელიწადს უფრო სხვანაირი მქონდა და იყო ძალიან კარგი, მართლა კარგი. რაც შეეხება კითხს, ეს კითხვით არის ყველა არის ჰიბრიდი, ეს მეორე ამისგან თესლს ვერ გამოიყენებ და მეორე წელს ვერ გამოიყენებ, რომ არ არის ისეთი ძვირი, რომ სამწვალებლად მაინც ღირდეს. ეს იტალიური ჯიშია, არ ვიცი როგორი ჯიშია. მოკლედ, რამეს გაკეთება თუ გინდათ, ასეთი რაღაცები ძალიან იოლია, არ არის ძნელი და ყველა ნებისმიერ შეგიძლიათ ეს გააკეთოთ სახლის პირობაზე. ცოტა ოდენი შრომა ნამდვილად დაგჭირდებათ იმისთვის, რომ თქვენი საკუთარი თუ გინდათ ნერგები გამოიყვანოთ და გაკეთოთ. მოკლედ მე გასაკეთდათ არაფერი არ მინდა, ჩემთვის მინდა სახლში საკუთრად, რომ ნაადრევად ყველას გვიყვარს ბოსტნეული, ამიტომ თუ გიყვარს ეს ბოსტნეული და გინდა გქონდეს, მაშინ ეს შრომაც უნდა გაწიოთ. რავი, წარმატებები ყველას, თუ რამე დაგაინტერესებთ, რამე გექნებათ იმისი კითხვა, შეგიძლიათ დამიტოვოთ და დაგეხმარებით. მოკლედ შევძლებთ დახმარებას, რაც მე ვიცი, რაც არ ვიცით, შეგიძლიათ კიდე დამიმატოთ თქვენ, რა შეიძლება კიდე დავამატო ამას, რაც მე არ ვიცი, მივიღებ სწავლას, არ არის პრობლემა.